22 ივნისს შუაღამით ამერიკის საჰაერო ძალებმა ბიორებით და წყალქვეშა ნავებით ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ოპერაცია სახელწოდებით შუაღამის ურო მიზნად ისახავდა 3 ბირთვული ობიექტის ფორდოს, ნატანზის და ისპაჰანის განადგურებას. მათ წინააღმდეგ 14 ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბი და 30 ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. ამ დრომდე არსებობს ორი მთავარი კითხვა: ბირთვული ობიექტები დაზიანდა თუ სრულად განადგურდა და მოასწრეს თუ არა ირანელებმა გამდიდრებული ურანის გატანა. კითხვის პასუხი აუცილებლად გაეცემა, თუმცა ამ ვიდეოში მინდა უშუალოდ ოპერაციის შესრულებაზე გესაუბროთ. ისრაელის სამხედრო ოპერაციის მსგავსად, როცა არეული და ხშირად ურთიერთგამორიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა და ვერავინ გაიგო ირანის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია იწყებოდა თუ ომანში დაგეგმილი მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა, აქაც არეული ინფორმაციები ვრცელდებოდა. ბოლოსკენ ითქვა ისიც, რომ ტრამპს გენერალურმა ვარიანტები უკვე შესთავაზეს, თუმცა ამერიკელ პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ მისურის შტატის უაითმენის აეროდრომიდან 6 ბიორი აფრინდა და დასავლეთით გუამის ანდერსენის აეროდრომისკენ გაემართა. მოლოდინი იყო, რომ გუამიდან ისინი დიეგო გარციას კუნძულზე დაეშვებოდნენ, როგორც ეს ამავე წლის აპრილში ვიხილეთ. სინამდვილეში ეს მანევრი სატყვა არ აღმოჩნდა. მათ პარალელურად 7 ბიორი ფარულად ირანისკენ ხმელთაშუა ზღვის გავლით გაფრინდა. ირანამდე მანძილი 11000 კილომეტრზე მეტია და 18 საათიან უწყვეტ ფრენას მოითხოვდა. ამიტომ აპარატები ჰაერშივე რამდენიმეჯერ გამართეს მათთან ერთად ფრენმა საჰაერო ტანკერებმა. ირანის საჰაერო სივრცეში შეფრენამდე ცოტა ხნით ადრე ომანთან ახლოს განლაგებულმა ოჰაიოს კლასის ატომურმა წყალქვეშა ნავებმა ისპაჰანის ბირთვული ობიექტები 30 ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტით დაბომბეს. ბიორები ირანში სავარაუდოდ ლიბანის, სირიის და ერაყის გავლით შეფრინდნენ და 14 ცალი 14 ტონიანი ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბი გამოიყენეს ფორდოს და ნატანზის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. სავარაუდოდ ორი პასუხია. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ბიორებისთვის უკვე საფრთხეს ვერ წარმოადგენდა, სავარაუდოდ ამერიკელმა გენერალებმა მოინდომეს საფრთხის თეორიულ დონემდე დაყვანა. და მეორე, ამერიკელმა პრეზიდენტმა გვაჩვენა, რომ მას უყვარს მოულოდნელობის ეფექტი. მეორე ვადაში ეს რიგით მეორე ოპერაცია ამერიკის პირდაპირ თუ ირიბით ჩარავით, როდესაც ოპერაციამდე ინფორმაციული სატყვარებს მიზანმიმართულად ავრცელებს.